ხელბურთზე დასასწრება დედაქალაქში გულშემატკივრები რეგიონებიდანაც ჩამოვლენ. ქომაგები თბილისში შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოემართებიან მატჩზე დასასწრებად. გულშემატკივრები გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის, ასევე საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებიდან ჩამოვლენ. თბილისში გამოგზავრებამდე გულშემატკივართა ნაწილმა გორის ქუჩებში სპორტული მარშიც მოაწყო. შემართებით მივდივართ საყურებლად და საგულშემატკივროდ და რა ვიცი, დიდი მოლოდინია რომ მოვიგებთ ამ თამაშს. მივდივართ ხელბურთის თამაში საგულშემატკივროდ, ჩვენი ბიჭები მოიგებენ საბერძნეთს ძალიან, მაგრამ მოუგებენ წინა თამაში კი ძაძაბული წავაგეთ ერთი ქულით, მაგრამ დღეს მოვიგებთ და ევროპის ჩემპიონატზეც გავალთ. დღეს საქართველოს სპორტში ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და იმედი მაქვს როგორც ფეხბურთში და კალათბურთში გაგვახარეს ნაკრების ბიჭებმა თქობოებმა ისე გაგვახარებენ ხელბურთში. შევიკრიფეთ 4 ქალაქის გულშემატკივრები, მივდივართ ქალაქ თბილისში ჩვენი ნაკრების საბალერს იქოთ. წარმატებას უსურვებთ ჩვენ ნაკრებს და როგორც ყველა სპორტულ სახეობაში გვაქვს წარმატებები, დარწმუნებული ვარ რომ ხელბურთშიც მივაღწევთ ძალიან დიდ წარმატებას. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ ქომაგები ქვემო ქართლის რეგიონიდანაც ჩამოდიან. გულშემატკივრები რუსთავის გასასვლელში შეიკრიბნენ. ისინი დედაქალაქისკენ დროშებით და სიგნალებით გამოემართნენ. გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს წარმატებას მიაღწევს. ისტორიული მომენტია ჩვენი ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის. საბერძნეთთან გავმართავთ მატჩს და გვაქვს შანსი იმისა, რომ ვიასპარეზოთ ევროპის ჩემპიონატზე. განწყობა გვაქვს ძალიან მაგარი. რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს შევურეთ და ჩვენი რუსთავ ქალაქის და მივემართებით ჩვენი სპორტსმენების გასამხნევებლად. დღეს საქართველოს ხელბურთის ნაკრები ატარებს ისტორიულ მატჩს, მას აქვს საშუალება, რომ ის მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ საქართველოსთან ერთად რუსთავი და რუსთაველები გულშემატკივრობთ და წარმატებას უსურვებთ ჩვენ ბიჭებს.